მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით დღეს გავაკეთოთ ეს გაშლა, რა ვიცი, მთხოვეს რამდენიმეჯერ კონტაქტო ურთიერთობა. გავაკეთოთ ესეთი მოკლე მიმოხილვა. ჯერ პირველ რიგში თქვენ რა ენერგიებში ხართ ვნახოთ და მე ვკითხოთ ვინ არის ეს ადამიანი, თქვათ და რატო გამოჩნდა ეს უკონტაქტო. კონტაქტი, უკონტაქტო ისიცაცილო არის, ანუ ესე იგი ალბათ შეიძლება ინტერნეტში თქვათ გაქვთ თქვენ მაგასთან მიმოწერა შეიძლება დაუშვათ, ნახოთ ახლა ჩვენ ახლა თქვენ რა ენერგიაში ხართ, ჯერ ნახოთ ეს რა ენერგიაში ხართ, ვისთვის იქნება ეს გაშლა. ნუ ნახეთ, როგორი საინტერესო, თქვენ შეიძლება ნახეთ ცოტა მკაცრი გოგო მყავხართ. კი ბატონო, იცით თქვენი ფასი, დიდი ხანია შეიძლება. აქ მე არ გამოვრიცხარ, რომ თქვენ ან გაშორებული ხართ, ან კრივი ხართ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერ ვიტყვი იმას, რომ თქვენ აქ არასოდეს არ გქონდათ, თქვათ, ახლა ნუ შეიძლება ზოგს ოჯახიც ყავდა. ან კიდე შეიძლება ყავთ ოჯახი, საჯარო გაშლა, იცით თქვენ, რომ ჩვენ ახლა მაგასაც ვამბობ, ამიტომ ცოტა ცივად იქცევით, გაიგეთ? დაუშვოთ იმ ვიღაცას, ხო, რომ თუ დაუშვოთ ან კიდე ერთი ვარიანტი შეიძლება დიდი ხანია თქვენ უკვე არ იყავით ურთიერთობაში და ცხოვრობთ თქვენი ცხოვრობით ისე როგორც თქვენ გინდათ, როგორც თქვენ გსიამოვნებთ და სულაც ნუ შიше შეიძლება გქონდეთ იმისი, რომ შემოუშვოთ იმ ახალი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ნუ იმდენად კარგად გრძნობდეთ თავს და კარგად ცხოვრობდეთ, შეიძლება დაუშვოთ გქონდეთ რაღაცა ისეთი ურთიერთობა, რომელმაც თქვენ ახლა გული გატკინათ და თქვენ ახლა ნამდვილად შეიძლება უკვე შიშიც გაგთ და არ გინდათ რომ ვინმე შემოუშვათ თქვენ სივრცეში, ეგაც შეიძლება იყოს აქ ესეთი სიგნიფიკაცია და ამიტომ ცოტა ისე ხარ განწყობილი, როგორც აი რა გითხრათ რა. პლუს კიდე აქ ნახეთ ახლა ეს არის ხმალების უფრო даже მეფე. ანუ ეს შეიძლება აქ ვიღაცასთან გამოჩნდა ну, არ გინდათ რომ თქვათ ყოფილთან დაიწყოთ ურთიერთობა. დიდი ხანია უკვე აღარა გაქვთ კონტაქტი და შეიძლება გამოჩნდა ეს ადამიანი და ეს უკონტაქტოსაც მაგასაც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თქვათ ახლა ადამიანი, რომელიც თქვათ შეიძლება იყო ეს მომენტი, რომ თქვათ ახლა იცით თქვენ, რომ დიდი ხანია მოსწონხართ მაგ ადამიანს, იცით, даже შეიძლება მთელი ცხოვრება, მაგრამ არ მოხდა დაუშვოთ ამ ადამიანთან რაღაცა თქვენი შეუღლება სიტყვაზე და თქვენ ახლა ნამდვილად თქვენ ცხოვრებას აგრძელებთ და ზოგი შეიძლება უშე გათხოვილია, ну, გათხოვდა ან ურთიერთობაში არის და დიდი ხანია და კარგად და ბედნიერად გრძნობს თავს, მაგრამ ეს ადამიანი აგერ აქ გამოჩნდა და უბრალოდ გაქვთ შეიძლება ეგ კითხვაც რომ რატო გამოჩნდა. ანუ ეს რამდენიმე ვარიანტი თქვენი დაიჭირეთ ახლა რომელიც ახლა რეზონირდება თუ ეს სიტუაცია თქვენი, ну, ვნახოთ ახლა ხო ჩვენ საერთოდ ხო აგერ არის კიდე ეს ეს გეუბნები ადრე გქონდა თქვენ ამ ადამიანთან შეიძლება კიდევაც ვიღაცას ურთიერთობა და ეხლა ну დაინგრა არ შედგა ურთიერთობა და ძალიან დიდი განცდების მერე თქვენ ნამდვილად აქ დაშორდით და შეიძლება იყო ამის ეს ადამიანი განიცდი და არ გამოვრიცხავ მაგას, იმიტომ რომ ну თქვენს ეხლა კი, ну ნახეთ ახლა. კი, აქ იყო даже მე რას გეტყვით, იცით, შეიძლება რამდენიმეჯერ გქონდა თქვენ, იმიტომ რომ ეს არ გამოვრიცხავ რომ ესეთი პარტნიორი, რომელიც აქ შეიძლება თქვენ მართლა დიდი ხანი აი მაგას უყვარხართ. აი даже ვისთვის იქნება ეს даже გაშლა. ну იმათის კი, აი ეს თუ ყველაფერი გაითვალისწინეთ, რაც მე ვთქვი, მაგრამ თუ დაუშვოთ ეს ადამიანი და ეხლა არ არის გამორიცხული, რომ ეხლა ამ პერიოდში დაბრუნდნენ ეს ყოფილები, ხო? შეიძლება თქვენ მაგას უყვარდეთ ადრე, ხო? ამ ადამიანს და მაგრამ ну არ შედგა აქ რაღაცა არ შედგა ეს ურთიერთობა დასრულებული იყო, მაგრამ ან ვერ შედგა, გაიგეთ რაღაცა და ამ ადამიანს შეიძლება ხო ნახავთ ჩვენ მაგრამ უკვე ამით შემიძლია ვთქვა, რომ
ან თქვენ მივხვდით რომ არაფერი გამოვა ამ ადამიანთან და ამიტომ იმის მიუხედავად რომ თქვათ აქ შეიძლება даже ძალიან იჩხუბეთ კიდევაც ძალიან მტკივნეულად დაშორდეთ მტკივნეული სიტუაციები გქონდათ ან თქვენ არ იმოქმედა ამ ადამიანს შეიძლება თქვენ წახვედეთ ურთიერთობიდან თქვენ თვითონაც არ გამოვრიცხავ მაგას და მაგრამ უცბად გამოჩნდა ეს ადამიანი, ხო? არსებობენ ეგეთი პარტნიორები ცხოვრებაში, რომელიც თქვა, შეიძლება თქვენ მთელი ცხოვრება მაგას უყვარხართ, მაგრამ არაფერი აი სერიოზული ასე ვთქვათ, არ ხდება, სერიოზულს ასე ვიძახეთ, ვთქვათ, ოჯახი არ შედგა, ვთქვათ, ეს ადამიანი შეიძლება გაქრება და ასე მთელი ცხოვრება რა, მაგრამ შეიძლება რაღაც პერიოდი გქონდა თქვენ ამ ადამიანთან, რომელიც თქვათ, მცდელობა გქონდა თქვენ იმისი, რომ თქვათ, ეს ურთიერთობა რამდენიმეჯერ შეიძლება განაახლეთ და ისე განაახლეთ და სრულად და უკვე ნამდვილად ახლა ადამიანმა ვერ იმოქმედა, ვერაფერი ვერ გააკეთა, გაიგეთ, ანუ თავისი გრძნობები ვერ გამოიყენა და თქვენ ადეკეთ და გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ всё, მე უკვე უნდა დავასრულო, მაგრამ ადამიანს კი აქ მთელი ცხოვრება განცდები და სულ თქვენ კი ხართ და სულ სინანული აქვს ამ ადამიანს იმისი რომ თქვენ დაუშვათ და კარგად, მაგრამ და ამიტომ ახლა გამოჩნდება ზოგჯერ თქვათ იმისთვის რომ თქვათ ისე მოდი გავანახოთ, ანუ სულ რაღაცა ცდილობს, ანუ ვერანაირად ვერ ტოვებს, იმიტომ გეუბნეთ შეიძლება ეგ ბავშვობის სიყვარულიც იყოს, რომ თქვათ ახლა ბავშვობიდან უყვარხართ, შეიძლება სტუდენტობის პერიოდიდან, ან დიდი ხანია თქვათ, აი ეგეთი სიგნიფიკაცია არის აქ, რა ვიცი, აბა ნახეთ, თქვენ თვითონ დაიჭირეთ. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ მაშინ ესეთ სიტუაციას განვიხილავთ ახლა. კარგით, ანუ ეს ადამიანი, ვინც თქვენ იცანით, ხო? ახლა საერთოდ რას რა გრძნობა აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ დაუშვათ ამ წუთში, ხო? რადგან ვერ გელევათ ასე რომ ვთქვათ, ხო? ნახოთ რას გრძნობს ეს ადამიანი. შემიძლია გითხრათ, რომ აქ უიმედობა აქვს. ნახეთ, ამას აქვს როგორი მომენტი, იცით? აქ გრძნობაზე, თასები კი გამოვიდა, მაგრამ შეიძლება ეს ადამიანი თქვათ, აი დაუშვოთ თქვენ სიტყვაზე უკვე გამოხვედით და ხართ, ცხოვრობთ თქვენი ცხოვრობით, ხო? კარგად ხართ, მშვენივრად ხართ, სტაბილურად ხართ, თქვენი საქმე გაქვთ და ანუ ისეთი ქალი ხართ, რომელიც აი თქვენი მოგწონთ რა თქვენი ცხოვრება, მოდით ასე ვთქვა. და ახლა ეს შეიძლება თქვენ ინტერნეტ სივრცეშიც გიყურებს, თქვა თქვენ სურათებს უყურებს, ხო? თქვენს რატო და აქ даже უფრო როგორი პასუხია, იცით, აქ ხო თქვით, რომ მოულოდნელად შეიძლება გამოჩნდა ეს ადამიანი, რომ ვერ გივიწყებს ეს ადამიანი ვერაფრით რა. და ნამდვილად შეიძლება დაგინახათ ინტერნეტში, შეიძლება ხედავს, რომ თქვენ როგორი ლამაზი, მშვენიერი ხართ, როგორი საქმიანი გოგო ხართ, ხო? როგორ თქვენ სტაბილურად გაქვთ ყველაფერი და ანუ ეს და რაღაცამ აიძულა, თქვათ, რომ ნამდვილად, რომ თქვათ, იმიტომ გამოჩნდა, თქვათ, ხო, რომ აი ბოლო წერტილი იყო რაღაცა შეიძლება თქვენი რომელიმე სურათი და გამოჩნდა და დაგინახა და გამოჩნდა. გრძნობა როგორი არის, იცით, ანუ პრინციპში თქვენ ხართ მაგისტრის, ძალიან მართლა აქ მნიშვნელოვანი გრძნობა. კი, მაგრამ აი აქ ხო გითხარით, აი ეს ადამიანი რას განიცდის, ისე თქვენ რო გიყურებს, მაინც აი აქაც ნახეთ კოშკი იყო, აქაც კოშკი არის და თან კიდე უსამართლობა. დიდი სინანული, გოგოებო, აქ დიდი სინანული, რაღაცა აი ძალიან დიდი განცდა, უსამართლობა, აი ეს ყველაფერი რო დაენგრა, აი რატომ აი ასე რატომ მოხდა. ხო გეუბნებით, რომ აქ даже ეს ადამიანი შემიძლია გითხრათ პერიოდულად კი არა, სულ ხშირად თქვენ გიხსენებთ და აქ დიდი სინანული რომ თქვენთან ამ ადამიანმა არ შექმნა ოჯახი. არ შექმნა, იმიტომ რომ შეიძლება даже იმასაც როცა შენ ხარ ასეთ გრძნობებში ახლა 10-იანში, ხო? ანუ რატომ მე ვერაფერი ვერ გავაკეთე? ეს შეიძლება даже რაღაცა ბოლო ისეთი მომენტი, რომ მის ცხოვრებაში, რომ აი
რას გულისხმობ იცით რომ აი ძალიან რომ მოგროვდება და რომ ეხლა ნახეთ შეიძლება როცა გაგიცნით ამ ადამიანს შევფიქრობთ რომ არასერიოზულიც არის ეგ გაიგეთ და ან მოხდა ისე რომ თქვენი თქვათ გზები გაიყო ხო და მაგრამ როცა ადამიანი მაინც მთელი ცხოვრება შეიძლება თქვენ გითვალთვალებს ხო სულ ვუყურებ ამას და რომ დაინახა რომ თქვენ როგორი შემდგარი ხალი გახდეთ როგორი აი ისეთი ხალი ხართ რომელიც მას არ დაეცა რომელიც მაინც თავისი ცხოვრება გაიყვანა ხო რომელმაც მაინც იმის მიუხედავად რომ მაგასთან ქონდა მაგას შანსი მაგრამ არაფერი არ მოხდა თქვენ მაინც დგახართ ფეხზე და მაინც მიდიხართ ამ ცხოვრებას ყველანაირად ახლა უძლებთ ასე რომ ვთქვათ ხო და ეს ნამდვილად აი ეს არის რატომ მე ასე ვთქვათ მომივიდა პლუს კიდე აქ ეს ძალიან კარმული ხართ მაგისტრის ესეთი კარმული პერსონაჟი ხართ რომ რა ვიცი იმიტომ შეიძლება იმასაც განიცდის რომ რითი ვერ ვივიწყებ მაგას რა უბედურება რითი რატო ხო შეიძლება თქვათ რომ დაუშვოთ ახლა უკვე დასრულდა რატო ვერ ვივიწყებ მაგას აი ეს მომენტი შეიძლება იყოს აქ ამ ადამიანს ხო კი აი რატო არ ვიმოქმედე რატომ აი ხო გეუბნე რატომ არაფერი არ კიდე ამიტომ შეიძლება მოგწერათ ახლა გრძნობაზე კიდე გრძნობაზე ну უძლიერესი ხართ რა აქ რას მეუბნება იცით რა გრძნობაზე მეუბნება ეს ანუ აქ даже იმაზეც კი არ არის აი გრძნობაზე ლაპარაკი აქ უფრო იმაზე აი ну დასების მეფე რა თქმა უნდა აქ უფრო მთლიანად თავის შეგრძნებები და აი თავისი რაც აქ მაგას გულში აი ამას გეუბნება რომ შენ ძალიან ძლიერი გახდეს შენ ახლა არ დანებდეს შენ ახლა როგორც იყავე ლამაზე ახალგაზრდობაში ისე ეგეთი ხარ შენში აი ეს როგორ ეს პატარა გოგო რამდენი იბრძოლი რამდენი გააკეთე როგორ შეცვალე ყველაფერი აქ უდიდესი სინანული იმიტომ რომ გრძნობა აქ ამ ადამიანს თქვენ მიმართ დღემდე ну ახლა ფიქრები ვნახოთ ჩვენ მაგრამ უფრო ხედავთ სადაც წაგვიყვანა ჩვენ გაშლა ეს შეიძლება უკონტაქტო მაგრამ აი ეს ადამიანი ვიღაცა უკონტაქტო შეიძლება даже ისეთი წლები ელაპარაკებით ვიღაცას თუნდაც ინტერნეტით ხო დაუშვოთ და თქვენზე ოცნებობს ეს ადამიანი არ გამოვრიცხავ ამასაც რა ოცნებობს თქვენზე მაგრამ იცის რომ ვერანაირად ვერ შედგება თქვენი თქვათ ურთიერთობა რა ხდება მანძილის გამოც თუნდაც გაიგეთ ეგეც ამის სიტუაციაც არის დაუშვოთ ხო შეიძლება თქვენ вообще სხვადასხვა ქვეყანაში ხართ ეგაც შეიძლება იყოს მანძილი პრინციპში ამას გულისხმობს ხო და მაგას მარტო ეს საშუალება აქვს რომ თქვენ გიყუროს და უყურებდეს თქვენს თქვათ როგორი ძლიერი ხარ და როგორი მაგარი ხარ და ვერაფერს ვერ აკეთებს სიტყვაზე ვერაფერს ვერ ცვლის მაგრამ ყოველ შემთხვევაში გრძნობა ნამდვილად ამ ადამიანს აქ დაუშვოთ ახლა ისეთი რომ მაგრამ რა არის იცით ასების მეფე ისეთი ტიპაჟია რომ მაგი შეიძლება даже მალავდეს თავის გრძნობას იმიტომ რომ მაგან იცის როგორ უნდა მართოს ხო თან როცა იცის სიტყვაზე რომ აქ ახლა რაღა არის რა აქ ნამდვილად უკვე არა ყველანაირი შანსი დაკარგული აქვს ამ ადამიანს და ამიტომ ეს გარჩება რომ თქვათ ალბათ იმიტომ გამოჩნდა რომ თქვათ მოგწერათ რომ შეამოწმოთ კიდე აბა შენ მიმიღებ თუ რას იზავ რა უფრო აი ესეთ რამეზე გველაპარაკება ვნახოთ ახლა ჩვენ რას ფიქრობს вообще საერთოდ ახლა რომ გამოჩნდა თქვენს ურთიერთობაზე მოდით ახლა თქვენზე გავიგეთ ჩვენ ისედაც ახლა ბევრი ინფორმაცია გვითხრა ანუ სამომავლოდ მოდით ასე ვთქვათ აი დაუშვოთ ახლა როგორი ურთიერთობა უნდა თქვენთან სამომავლოდ მოდით აი ეს ვკითხოთ ჩვენ სამომავლოდ რას მაგისი აი ვთქვათ მაგისი ფიქრები ხო მაგას როგორ უნდა აი ნახეთ ახლა რო იყოს საშუალება ნახეთ აი რო იყოს საშუალება და რო დაუშვოთ ეს დრო რო დავატრიალოთ უკან ხო აი ოჯახი თქვენთან უიჭველი მაგას უნდა თქვენ რო ყოფილიყავით მაგისი შვილების დედა დაუშვოთ ხო ანუ აი რო იყოს საშუალება აუცილებლად მოვიდოდე მე მაგასთან და აუცილებლად მაგას აი ასე არ დავტოვებდი თქვათ ამ სიტუაციაზე და ცოლობასაც ვთხოვდი ნამდვილად ახლა ანუ აი
თვითონ უნდა თუნდაც ხა უმრავლესობას შემიძლია თქვა რომ აი სიამოვნებით მისი ნება რო იყოს და არა თქვა ბედის ხო მისი ნება რო იყოს კი ბატონო მაგას ნამდვილად უნდა რომ იყოს დაუშვოთ ახლა თქვენი თქვენ რო იყოთ მისი თქვათ ოჯახი და თქვენთან დაბერება და ყველაფერი და შვილები ნუ ყველაფერი თქვენთან კი ბატონო უნდა მაგრამ აი რამე რო შეიცვალოს, გაიგე, დრო რო შეიცვალოს, დრო რო თქვათ ახლა რო შემეძლოს რო დავატრიალო, აუცილებლად მე მაგას არ გავუშვებდი და ის გახდებოდა ჩემი ცოლი ნამდვილად. კი, მასეა. ნახეთ ახლა იმპერატორი. ყველა ვარიანტში მაგას ფიქრობს. მაგრამ კარგით, აბა ეს მაგას ფიქრობს როგორ უნდა თქვათ, მაგრამ აი როგორ იქნება სავარაუდოდ, ანუ რას გვეტყვის ჩვენ, როგორ იქნება, როგორ შეიძლება იყოს ეს ურთიერთობა, რანაირი შეიძლება იყოს. ნუ როგორი მომენტია, იცით ახლა პრინციპში რო გითხრათ რომ აქ ახლა მიმოწერა შეიძლება დაუშვოთ რამე იყოს, ხო? მაგრამ აი აქ უფრო პრინციპში ნუ ისეთი სიტუაცია რომელიც ახლა ხო გითხარით დასრულებულიც არის ეს თემა ვიღაცისთვის რა მიმოწერა კი მაგრამ ეს უფრო ხო გეუბნებით გაშლამ წაგვიყვანა ჩვენ უფრო ესეთ ურთიერთობაში სადაც თქვენ დაუშვათ ან დიდი ხანი გაქვთ მიმოწერა და ადამიანმა არ იმოქმედა ნუ რა მიზეზების გამო გითხარით ან მართლა ის ყოფილი ესეთი ადამიანი, რომელსაც თქვენ ასე მთელი ცხოვრება უყვარხართ, იმიტომ რომ პრინციპში აქ ხა როგორ შეიძლება განვითარდეს. რთულად, იცით, ახლა აი რო გითხრათ, რომ თქვათ, რატომ თქვენ არ გინდათ თუ? კი, აი მესამე კოშკი. მესამე კოშკი. დასრულდა. კი, დასრულდა ეს ურთიერთობა. იმიტომ რომ პრინციპში აქ როგორ არის თითქოს როგორი სიტუაცია ნახეთ დასრულდა. აქ შეიძლება რა არის, იცით, შეიძლება მაგ ადამიანს მარტო შემოგთავაზოს თქვენ რაღაცა ესეთი ურთიერთობა, რომ ნახეთ როგორ შეიძლება იყოს და აი ჩუმი რა ახლა ფარული ურთიერთობა შეიძლება თვითონაც ძალიან კარგად იცის ამ ადამიანმა რომ ეს აქ დაჟე შეიძლება თვითონაც მაგას ანუ ოჯახი ყავს უკვე ან რაღაცა ისეთი რა ჩუმად უნდა თქვათ რაღაცა მოპარულად უნდა რაღაცა ურთიერთობა მაგრამ იცის რომ ეგრე არ გამოვა იმიტომ რომ აქ უკვე თითქოს ყველაფერი გაკვეთილების დაასრულეთ მაგასთან უკვე დასრულებული არის. რა არის, იცით, რას მეუბნება აქ ტარო? პრინციპში თქვენ თვითონ როგორც გინდათ. აქ როგორი სიტუაცია შეხედეთ. ეს გაკვეთილები კი გაიარეთ, თქვენ აი აქ უკვე კიდევაც მეუბნებიან უკვე ცხოვრობთ, აი აქ დაჟე როგორ არის, იცი დრო კი გავიდა, მაგრამ ამ ადამიანს უბრალოდ რა არის, ეს სიყვარული მაინც აქვს გულში. ეს სიყვარული აქვს მაინც გულში და არის როგორ, იცით, მთელი ცხოვრება ფიქრობს. აი უფრო ფიქრობს, ანუ მთელი ცხოვრება ოცნებობს. მაგრამ აქ რახეთ რა ხდება? თქვენზე იქნება აქ დამოკიდებული. აი მაგისტრის მე ვიცი რომ თქვენ სულ იმახსოვრებთ მთელი ცხოვრება მაგ ადამიანს, სულ თქვენზე იფიქრებთ, სულ ატრიალებს როგორ იყო, როგორ შეიძლება და ყოფილიყო, როგორანაირად, მაგრამ თითქოს ისე რა ქვია, თავისთვის იჯდება და იფიქრებს და აი ეს სინანული, რატომ დავუშვი მე ეს დრო, რატომ გავუშვი, რატომ მე ეს სიყვარული არ შევინარჩუნე, რატომ, ამიტომ პრინციპში ახლა თქვენ ვაფშე გჭირდებათ ეს ურთიერთობა? ნუ როგორ არის, იცით, აი რო გითხრათ ძალიან გჭირდებათ,
გჭირდებოდათ, მოდით ასე ვთქვათ, იყო დრო, როცა თქვენ გჭირდებოდათ მაგას, რომ თავის დროზე გაეკეთებია რაღაცა ესეთი ნაბიჯი, კი, მაგრამ აი ეხლა თითქოს უკვე ბევრი დრო გავიდა, გადახარშეთ ბევრი რაღაცები და ნამდვილად რო გითხრათ, რომ გჭირდებათ, რა ვიცი, აბა. აი თქვენ თვითონ ხართ, ნახათ ესე გამოვიდა აქ თასების დედოფალი. ადრე მჭირდებოდა. ადრე მინდოდა, ადრე რომ მაგას რამე ეთქვა ჩემთვის კი, მაგრამ თვითონ მაგას ეთყობა ქონდა შანსები, რომელიც ვერ გამოიყენა ამ ადამიანმა და ეხლა უკვე თქვენ თვითონ ფიქრობთ, რომ რა ვიცი, აღარ გჭირდებათ რა. ნუ ნახოთ ეხლა რა შეიძლება სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ურთიერთობა. აქ როგორი მომენტი არის, იცით, პრინციპში კი არის ეხლა იმისი ალბათობა, შეიძლება შევხვდებით კიდევაც ამ ადამიანს, მაგრამ აქ როგორი სიტუაცია, იცით, რომ როგორ შეიძლება განვითარდეს სავარაუდოდ. ნუ ვერ გეტყვით, რომ ყველას არა, ვიღაცას შეიძლება გექნებათ შეხვედრა, მაგრამ აქ ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს, იცით? კიდე დრო უნდა გავიდეს და შეიძლება თუ დაუშვოთ, თქვენ მოიშუშებთ, თქვათ, აი ამ ყველაფერს, ხო? რომ მაგისი უმოქმედობა და ასე შემდეგ, შეიძლება ზოგი შეხვდება რა. კი ბატონო, შეიძლება ზოგს გქონდეთ ახლა. მაგრამ როგორ არის, იცით, ზოგი შეიძლება იმისთვის შეხვდება, რომ დაასრულოს. და მიხვდეს, რომ არა, აღარ მინდა. აი შეიძლება დაუშვოთ, ხო? მოხდა შეხვედრა, თქვენ შეხვდეთ ერთმანეთს დაელაპარაკეთ და მიხვდეთ, რომ არა, მე უკვე სხვა ცხოვრება მაქვს, არა, მე უკვე ნამდვილად დავჭკვიანდი და ნამდვილად, ნუ არც შეიძლება არც დაუშვოთ ეხლა ნახეთ მიმოწერა როცა მიდის, ხო, შეიძლება თქვათ რაღაცა უცბად თქვათ აგაღელვათ და ასე შემდეგ, მაგრამ რო შეხვდებით, მიხვდებით, რომ რაღაცნაირად არ მაღელვებ შენ უკვე მე მეგობარო რა. იმიტომ რომ საკმაოდ უკვე ისედაც კარგი ცხოვრება გაქვთ თქვენ და ამიტომ ახლა სადღაც დაბრუნება იქ, სადაც თქვენ გული გატკინა ამან, ხო? ნამდვილად თქვენ აღარ გინდათ უკვე მაგაზე მუშაობა და ეს უფრო უმრავლესობას გეუბნებით, იყო ეს რაღაცა ადრინდელი ურთიერთობა, შეიძლება უგიყვარდა თქვენ ახლა ეს ადამიანი, მაგრამ დასრულდა აქ ურთიერთობა და თქვენი გზით წახვედით, ის თავისი გზით წავიდა. ანუ ადამიანმა სწორი არჩევანი არ გააკეთა, გაიგეთ, შეიძლება სხვა ვიღაცა ან ცოლიანი იყო, ან ცოლი აირჩია სხვა ვიღაცა, ანუ თქვენ არ გაგხადათ ცოლი ამ ადამიანმა და ეხლა ნანობს, აი ნახეთ მეოცერგანი, ეხლა ძალიან ნანობს, რომ ეს შანსი მაგან არ გამოიყენა ძალიან, იმიტომ რომ თქვენ თვითონ გახდეთ ეთყობა ძალიან ისეთი ადამიანი, აი რო გიყურებს სულ მცირე, რომ აი ეს ქალი არ ბერდება, ეს ქალი რა ძალიან მაგარია, ეს ქალი გახდა რაღაც, შეიძლება თქვენ მართლა გახდეთ, რა ვიცი, რაღაც ცნობილი პიროვნება თუნდაც, ხო, ან ათებთ, ხო, ან ხედავს, რომ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის და ნამდვილად აი ფიქრობს იმას, რომ ხო შეიძლება რომ ჩვენც ყოფილი ვიყავით ერთად ბედნიერი, მაგრამ თავის დროზე ამ ადამიანმა არ გააკეთა ეს სწორი არჩევანი და ეხლა უკვე ვიღას უნდა ეჩხუბოს, ხო? მარტო დარჩა მაგას ეს, რომ აი იცის, აი მთელი თქვენი ისტორია რა, თქვენ ელოდებოდით დიდხანს მაგისგან სერიოზულ რამეს შეთავაზებას ან რამეს, მაგრამ აქ ხო გეუბნებით, აი უფრო რაღაცა ადრინდელი, აი თქვათ ბავშვობისგან, სტუდენტობის პერიოდიდან, აი ეგეთი რაღაც ისტორია მოგვიყოს ჩვენ დღეს. მაგრამ აქ შეცდომა დაუშვა ამ მამაკაცმა, არ გააკეთა სწორი არჩევანი, ან არ იმოქმედა, როცა შანსი ეძლეოდა მაგას და აი იცით როგორი შეგრძნება მაგ თითქოს აი საგვარეულო სულ ახსენებს მაგას რა. აი თქვენ რო გიყურებს და თქვენ რო უფიქრობ, აი თითქოს რო არ გააკეთეს შენ ეს არჩევანი, რო ვერ დაინახე ეს გოგო, ხო? და რომ მიდიოდა რომ არ დააბრუნე, ხო? აი მაგისი ეს მომენტი არის თითქოს აი საგვარეულო
თქვენს მაგივრად შურს იძიებს მაგაზე რა, რომ იმიტომ რომ რა არის, იცით, ეხლა ჩვენ აქ არ ვიხილავთ მის ცხოვრებას როგორია ეხლა, მაგრამ ის მომენტი კი არის აქ, რომ რო გითხრათ ძალიან კარგია, აი იცით როგორ არის, ძალიან კარგი იცოდეთ, აი სულიერად შეიძლება ადამიანს რო შეხედავ, თქვათ ეხლა ფულიც აქვს, ბიზნესიც აქვს, ანუ დაუშვათ, ხო? მაგრამ აი სულიერად ადამიანი კარგად არ არის, იმიტომ რომ აი სულ მაგასში აი ეს სინანული იღვიძებს, კაიგეთ რა ხდება. აი ეს მომენტი არის აქ და ამიტომ ნამდვილად რა თქვა, უკვე ეს ყველაფერი გადახარშეთ და უკვე აღარ აიგებს, всё, უკვე აღარ გინდათ რა, ასე რომ თქვა. არ გჭირდებათ იმდენად რომ გითხრათ, რომ ეს აი ამის თითქოს როგორ არის, მისი კარმა ხართ თქვენ. აი რაღაც ეგრე მინდა თქვა რა, რაღაც მისი კარმა ხართ რა. იმიტომ რომ ადამიანს შანსებს აძლევდნენ, არ გამოიყენა, გაიგეთ? და რატომღაც დაუშვოთ რაღაცების გამო და ამიტომ დარჩა ეს სიტუაცია აი ასე. რომ მარტო იჯდს და გიყუროს. всё, გიყუროს. რა ვქნათ, იმიტომ რომ თქვენ უკვე გადაიზარდეთ, თქვენ უკვე ისეთი კარგად ხართ, რომ სულ არ გჭირდებათ ეს ადამიანი. რა ვიცი, ჩემო სიხარულება ასეთი იყო დღევანდელი გაშლა, რა ვიცი, გელოდებით კომენტარებში, აბა მომწერეთ ვისია ეს ასეთი საინტერესო ისტორია.